კიდევ გამარჯობა ნინო. გამარჯობა ზური. ოხ, შემწვარა შენი ქათამი ამასობა. აი, ჩემი დაჯორგილი ქათამი, ამას დაჯორგილია, შვენიერი. გაწიწკინებულა. მე დაგიჭრი ახლა მაგას. მოიცა, ჯერ ცხელია ცოტა შეგრილდა ზური. შეგრილდა და მე დავჭერ. სანამ ეს გრილდება, მოიცადე, ჯერ უნდა გავაკეთოთ ბაჟე რა. შენ გააკეთე ბაჟე, მე ვერ ვიზამ ბაჟეს, მე ქათამი დაგიჭრი. მაშინ ლამაზად დამიჭერე. დაგიჭრი. ცხელია და ფრთხილად. არ შეგეშინდეს შენ მაგის. ზურიკო, ძალიან დიდ ბოდიში ვიხდი, მაგრამ უნდა გავიკეთო, ხო, თათამიტო ნიგოზე ხელით უნდა დავამუშაო. და ბოდიშს რაზე მიხდი? მე პროდიუსერი გადირევა სიხარული. არა, ხელით უნდა გააკეთო და აბატონო, მე ვიღებ ეხლა ნიგოს. პროდიუსერი გადეირევა სიხარულით ხელთათმანით რომ დაგინახო. ხო, ეს ჩვენი ბაჟეს წვენია, ეს ჩვენი ნიგოსია. აი, ჩემო ბატონო, ეხლა მე ვიღებ ჯამს. მაგ წიწილისთვის დამჭირდება მოდი ბაჟი ამაზე გააკეთე, მაგაში ქათამს ჩავაწყო. ძე ძალიან დიდია რა. მე ჩავაწყობ ამას, წვენს ვაკეთებ და შიგნით ქათამი უნდა ჩავაწყო. და მეთხვი ახლა. ვაიმე, ამაზე ვერ გავაკეთებ. კაი გამოგივა, კაი. დამიჯერ. ვერ მომზელ თორე კი გამომივა. ამაზე რო გავაკეთო არა? მაგაზე გავაკეთე. ამაზე გავაკეთებ, იმიტომ ეს უფრო ღრმარი და ეს ძალიან ფრიალოა. რა მაგისთვის ეს ჭადის მოსაზელად არის კარგი. ჰაბზე უნდა მოვასხამას ჩემი მოდუღებული მოწეული მაშარაფი. ნინო, მაშარაფს რა ფერად უღებ? მაშარაფს როგორ ვადუღებ და ბროწეულს რო გამოვიღებ, ლიტრა წვენს, წვენს ვაკრი 250 კილო შაქარს. ხო. თავიდან ნელ-ნელა ურებ და დუღილს რო დაიწყებს ვტოვებ ისე დაბალ ცეცხლში ფუხ-ფუხებდეს. როგორც შერსკელებას დაიწყებს, გამოვთიშავ და ცხელს ვასხამ თილაში. ეს და ინახება ადვილად. ადვილად ინახება და ზოგი მაშარაფს. მაშარაფი აზერბაიჯანული სიტყვა და ნიშნავს თორე ბროწეულის ღვინოს, იცოდი? უი, არ ვიცოდი, საიდან ვიცოდი. ხო და ესე ვინახავ ქილებში, მაგრამ ზოგი სუნელს უშვება, მაგრამ მე არ ვასუნელებ და მარტო ბროწეულის წვენს ვინახავ, იმიტომ რომ სხვადასხვა რამისთვის ხმარო. რა ქათამია ნინო? ხო არა? წიწკინა. თუ არ შეწუხდები წყალი მომაწოდე დოქით რა, რომ აღარ გადმოვიხრები ისე. სამტრედიის ქათამია ნინო. სუნზეც ეთყობა რომ შეიწვა ზურა ისეთი, აი ადრე რო ქათამი სუნს უშვებდა ხოლმე. აი, ახლა ქათამს ვერ შეჭამ. იტყვიან სოფლის ქათამიაო და აბა, სულ არა. კი, აი ეს კაი სუნელია. სუნელის გადასარევი. რაღაციდან კარგი სუნელი ჩვენთვის. დეზერტირებში ვყიდი რომ გადასარავი ქალი ყავს ერთი. აჰა, აი ბატონო ჩემო, აი. იცი რა, კაი ქათამი კარგათაც იჭრება იოლად. ხო, უპრემექსო ქათამი. პრემექსი რაია? პრემექსი არის წამალი, რაც ქათმის ზრდას უწყობს ყოს და ეხლა ძროხებისთვისაც დაიწყეს მიცემო, ეგ აღარ ვიცოდი. მაგი გოგო ისა ჰორმონია. ხო, და ხელათ აპუტყუნებს თურმე ქათმებს. შაფერ ყველა გაცუღლუთ და ამას აგი უწვენოთაც გადასარევია იმფერი გამოდის. შეხედე ზურიკო ეხლა უი, მაგ წვენში შეშურე. აბა რა ხია ბროწეულის ბაჟე. მე მეგონა ცოტა უნდა ნინო. არა. წყალი უნდა და ბროწეული. ზურიკო გეხვეწა. რა კარგად ავაჩაირე ნახე? აჩაირე ხო? აჩარიქე. ავაჩარიქე. რას მეხვეწები რა გინდა? აჩაირება არის დაბმა. დაბმა ხო. ის მინდა ხელი რახან დაფრილი მაგ გეხვეწები ეს ნიორი ჩამინაყე ცოტა მაგას ვერ ჩაგინაყო მაგას და მე თხუ ერთი. მაგას რომ მორჩები მერე. არა მე ცხიმიანი მაგ ხელი. დაიბანე მერე. და შენ დაიბანე. მერე მაი ხონდა აურიო ისევე და შეხედე? მეზარება ნინო რა. კაი, მაშინ მე ვიზამ, ჰა. და მას ყოვზით აურე. არ მინდა მაგის ფილის თათქუნი არ შემიძლია. კარგი. თუ არ შეგიძლიებავი მას. მე პატარა საქმე არ გავაკეთე ახლა ქათამი დავჭარი, ნახე რა მისი კოხტავეთ. შენ საერთოდ კოხტა ბიჭი. ეს ჩემო ბებია მასწავლა და ყველაფერი წაღმა უნდა დააწყვას. ხო, აბა რა. ამას კატები გეიხარებენ, ნახე რა ფერი ძულები დამჩა. ეხლა ეს და ყველაფერი კაია. კაია? აბა რა. ახლა მოდი ბარემ წიწაკაც აქვე უყო. ისე ამას დაღერღილი წიწაკა კი არ უნდა, დაფქული უნდა, მაგრამ კაი. რა თქმა უნდა. ეს ვინ ყავს უფროსი, ვინ გვიკონტროლებს? არა ბატონო. ძალიან კაია. კაია? აბა რაია. ზურიკო, ეხლა მე მარილს მე შენ მე მგონი მაგას სიმჟავეს მიცემს ბროწეული. აბა რა? და ამიტომ ძმარი არ უნდა. რა თქმა უნდა, შე? ეგ არის საიდუმლო. კაი, მე ხა იმას ვიზამ, რომ ნიორი შევნაყო, თორე
ნიორი უნდა ნამდვილად? აბა რა, ცოტა ნიორი უნდა, აი სულ 2 კბილი უნდა ეხლა მაგას. გამიჩა დუგუნა ცხელი ტაფი და ჩემო ბატონო, და ეხლა ნახე. ვიღაცა მოკლეს მე მგონი ბაღში იმფერი წივილია. ბავშვები თამაშობენ. ბავშვები? იქ პატარა აიხვები რო ყავს დატოვებული. ხო, იმაზე გიждდებიან. ხო. ახლა ცხარი ნახეს კიდე და ვაიმე. რა ებს უწყობ შენ ამ ბავშვებს? ერთი ბოჩოლას მოიყვანე რა. ვერ უთხარი გოგო იმ აზერბაიჯანელს, ვარი კაცმა მითხრა გაჩუქო უცხო კაცმა. კაი, რას ამბობ? ჩემი ცოლი შენზე გიждდებაო მითხრა, ძლივს ლაპარაკობდა ქართულად. მორჩა ეს ნიღორიც ახლა შევნაყეთ კარგად. ჩემო ბატონო, ახლა ამასაც აურევ და ნახე რა იყოს. რაღაცა შენ ახალ ტერმინებს იყენებ, შევნაყე, შევაყარე, შევასხი, რაია ის? რა ბიჭო, რა იყო, რა მნიშვნელობა აქვს? ხო გამოვხატავ ჩემს სათქმელს და ხო იგე. გამოვხატავ ნამდვილად. რასაც ვამბობ. ეხა ნიორი შეასხი თუ რა უკეთე? მაწადე. შევასხი ფრთები. ფრთები. ეს ცოტა სქელია, მაგრამ ბლომად იქნება ზურიკვა. წყალიც უნდა? აბა რა, ცოტა უნდა გავხსნათ ბროწეულის წვენი, მაგრამ მე თვითონ ნიგოშივე გავხსენი. და ეხლა ეს თუ მომივიდა მე მარილიანი, მე ნახე შე. რატომ მოგივიდა და მარილიანი? რა ვიცი. დამისხი პატარა გამაშინჯე. მოიცადე ერთი წამით. მოიცადე და შენ მითხარი უნდა თუ არა. დააგინაცვალე. მეც გავსინჯავის. გადასწარებია. არა, ცოტა უნდა. სქელია. მარილიანა ახლა და იმიტომ დაადგინა სქელი არა კიდე. არა, ძალიან სქელი იყო. მე სქელი ბაჟე გლახა? აი. არა, ეს საკმარისია, ეხლა ეს ისკია, შეხედე. ხახვები არ უნდა ნინო? ხახვი უნდა თევზიან ბაჟეს. კაი ბოდიში. და თუ გინდა შენ, მაგას ვინ ყავს უფროსი მაგალითად? გადასწარებია. მე ერთი რამ მიყვირს, რომ ეს უნდა გამოსულიყო უფრო ვარდისფერი, მაგრამ მე მგონი ძალიან შავი იყო ბროწეული. ხო, მუქი იყო ძალიან. მუქი იყო ძალიან და იმიტომ მიიღო ეს ფერი. ეხლა რაღაცა მაშარაფი მაქვს ჩემი, აი აკე. აგი წუხელის დაწურე? ეს გუშინ გავაკეთე, კი. აჰა. შეხედე? წვეთები. სინამდვილეში მაგი უნდა იყოს ურწყულს რომ უძახით ჩვენ. ხო, მაგრამ ამაში ხო ხე მთავარი მაინც ბროწეულია და თავისი მთელი. აჰა. ძალიან კაია. ამასთან მე მომინდებოდა მაგალითად ფურნის პური ან კაიშოთის პური წინადღის ცოტა წარბილებული. კაი იქნება. ჩაბუშბუშებ. და ღომი მეორე დღეს. ღომი იქნება კაი მეორე დღეს. კი ბატონო. მე მგონი რომ დღეს კაი სადილი გველოდება. დროებით გემშვიდობებით. ნინო, მე წავალ ახლა. გურია კაფეში და სიმღერას მივხედავთ და ცეკვა თამაშობა. სადილზე შევხვდებით დროები. კი ბატონო. დღეს ძალიან მაყოფილი ვარ, ხომ ხედავ რაფერი გაბწყინებული ვარ. გიხარია. მიხარია. ასია. კარგად მზანდებოდეთ.